კანს, რომელსაც ცხიმიანობა აწუხებს, შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა მდგომარეობა. მხოლოდ ტერმინი ცხიმიანი კანი ხშირად საერთოდ ვერაფერს ვერ გვეუბნება, რადგან ცხიმიან კანს შეიძლება ჰქონდეს უამრავნაირი მდგომარეობა, მიდრეკილი იყოს აკნისკენ, რომელსაც ქვეტიპები აქვს, ასევე როზაციისკენ, რომელსაც ქვეტიპები აქვს. შეიძლება საერთოდ საქმე ჰქონდეს ფუნგალ აკნესთან, რომელიც კიდევ სულ სხვა რაღაცაა, იყოს კომბინირებული, გრძნობიარე, ასე რომ საქმე, როდესაც ეხება ცხიმიან კანს და თან თუ პრობლემები ახლავს, ყოველთვის უმჯობესია მიმართოთ ექიმ-დერმატოლოგს, რადგან ჯერ დადგინდეს რასთან გვაქვს საქმე და შემდეგ დავიწყოთ კანის სწორად მოვლა. ბევრი თქვენგანი მთხოვდით, რომ ცხიმიან აკნისკენ მიდრეკილ კანზე ჩამეწერა ვიდეო და რა თქმა უნდა რჩევების გარეშე არ დაგტოვებთ. ვიდეოს რამდენიმე ნაწილად დავყოფ, დღეს კი ვისაუბრებ დასაბან საშუალებებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რუტინაში. კარგად იცით, როგორ მიყვარს კორეული თავისმოვლის საშუალებები, მაგრამ ამ ვიდეოში ვისაუბრებ ისეთ პროდუქტებზე, რომლის შეძენას ჩვენთანაც შეძლებთ. როდესაც საქმე ეხება ცხიმიან პრობლემურ აკნისკენ მიდრეკილ კანს, ყოველთვის უმჯობესია არჩევანი შევაჩეროთ გამოცდილ დერმატოლოგიურ ბრენდებზე, რომელიც წარმოდგენილია ჩვენ სააფთიაქო ქსელებშიც. თუ თქვენ მეიქაპს იყენებთ ან მზის დამცავს და მზის დამცავს აუცილებლად უნდა იყენებდეთ, საღამოს რუტინაში აუცილებელია ორმაგი წმენდა, რა დროსაც პირველ ეტაპზე შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ზეთოვანი საშუალება, ასევე მიცერალური და თუ გიჭირთ არჩევა, ახლა მე თქვენ განახებთ ნიმუშებს, დარწმუნებული ვარ, არც ერთი მათგანი არ გაგიცრუებთ იმედს და შეგიძლიათ პირველ ეტაპზე გამოიყენოთ. რაც შეეხება დასაბან გელებს, კარგი იქნება თუ შემადგენლობაში ექნებათ სალიცინი, ნიაცინამიდი, ასევე თუთია, ბენზოილ პეროქსიდიც აკნეს დროს იცით, რომ მშვენიერი საშუალებაა. ერთი რჩევა გაითვალისწინეთ, როდესაც შეარჩევთ დასაბანს და მით უმეტეს სალიცინის შემცველ დასაბანს, მაღალი პროცენტულობით ან ბენზოილ პეროქსიდის დასაბანს, მათ ყოველდღე სისტემატურად ვერ გამოიყენებთ, აუცილებელია დერმატოლოგის მითითება და თუ დერმატოლოგის გარეშე გამოიყენებთ, უნდა ფრთხილად იყოთ, ხშირად სახის კანს ძალიან აღიზიანებს და დილა საღამოს ასეთი დასაბანების გამოყენებისას კანის ბარიერის დაზიანების რისკი საკმაოდ იზრდება. ამიტომ ყოველთვის ასეთ დროს თან უნდა გქონდეთ ეგრეთ წოდებული gentle cleanser-იც და მონაცვლეობით, მაგალითად, ყოველ მეორე დღეს თუ გამოიყენებთ სალიცინის შემცველ დასაბანს ღამის რუტინაში, დილის რუტინაში და მეორე ღამის რუტინაში ეცადეთ რომ ჩასვათ ეგრეთ წოდებული, როგორც ვახსენე, gentle cleanser-ი, ანუ რბილი, მსუბუქი დასაბანის საშუალება. ახლა მთავარი შეკითხვა, სწორად იბანს სახეს და ეს ეხება ნებისმიერი ტიპის კანს. ცალკე ვიდეოს ჩავწერ აუცილებლად ამ საკითხზე, აქ უკვე ვეღარ ჩავეტევი და გავაგრძელებთ ცხიმიან კანზე საუბარს მომდევნო რამდენიმე ვიდეოში. შენ კი არ გავიწყდება, მოусმინე საკუთარ